მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა ასეთი საინტერესო თემით თუ რა შეიცვლება თქვენს რეალობაში 2025 წლის, ანუ ამ წლის ბოლომდე. მოდით ვნახოთ, დავარიგებ ახლავე ვარიანტებს თქვენთვის. რა შეიცვლება თქვენს რეალობაში 2025 წლის ბოლომდე, რა შეიცვლება პირველი ვარიანტის რეალობაში და რა შეიცვლება მეორე ვარიანტის რეალობაში. ქვებსაც ახლავე დავამატებთ, რა თქმა უნდა. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, ასეთი ქვები იყოს. შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების და ბალანსების მიზნით ველოდები თქვენს უკავშირს ლაიქებისა და კომენტარების სახით. ასევე მეგობრებო, პირადი კონსულტაციები, ვისაც გსურთ, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის ბევრად უფრო ზუსტი არის, ვიდრე საჯარო გაშლები. და არჩიეთ მეგობრებო, ვინც ვერ მოასწრო არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ და ვიწყებთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტით, რა შეიცვლება თქვენს რეალობაში. და ამოვიდა პირდაპირ ნულოვანი არკანი, რომელიც მეტყველებს რადიკალური ცვლილებების შესახებ და ეს მეგობრებო არ არის ის, რომ თქვენს რეალობაში შეიცვლება რაღაც ერთი კონკრეტული სფერო, ან ერთი პატარა რაღაცა 2025 წლის ბოლომდე. ეს არკანი კი არ მეტყველებს, არამედ რასაც ქვია პირდაპირ ყვირის იმის შესახებ, რომ თქვენ 2025 წლის ბოლომდე გახვალთ, გადიხართ უფრო სწორად გარკვეულ ტრანსფორმაციას, სადაც რადიკალურად შეიცვლება ძალიან ბევრი რამ. ეს არის სრული ენერგეტიკული განულება, სრულიად ახალი ფურცელი და სხვათა შორის, როდესაც წელიწადი იწყება ამ არკანიდან, ანუ როდესაც ადამიანი გადის ასეთ განულებას წლის ბოლოს, გარკვეული შეჯამება, როდესაც ხდება მოვლენებისა, აზრებისა, ფიქრებისა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ენერგია ამისათვის, იმიტომ რომ მეგობრებო, წელიწადის დაწყება რაღაც ახალი ენერგიებით ყოველთვის არის გადასარევი, მშვენიერი, ხო? დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რაში გამოიხატება ეს ნულოვანი არკანი, აბა რა შეიცვლება 2025 წლის ბოლომდე თქვენს რეალობაში. არკანი ქურუმი ქალი, არკანი თასების რაინდი. მეგობრებო, მართლაც რომ რადიკალური ცვლილებები გელოდებათ აქ თქვენ და ეს ცვლილებები გამოიხატება არა გარედან, არამედ უფრო მეტად შიგნიდან ემოციურად გამოიხატება ემოციურ ფონში, თქვენს აზროვნებაში, თქვენს მსოფლმხედველობაში და პირველ რიგში რასახის ცვლილებები არის, ხო? ეს არის ტრანსფორმაცია თქვენი აზროვნებისა, როდესაც ფართოვდება თქვენი აზროვნების უნარი, ვითარდება თქვენი მაგიური ცნობიერი, როდესაც თქვენი ინტუიცია ხდება ბევრად უფრო ძლიერი, თქვენი მაგიური ცნობიერი ხდება ბევრად უფრო ძლიერი. თქვენ უკვე იწყებთ სწორი კავშირის დამყარებას სამყაროსთან და იწყებთ სწორი კავშირის დამყარებას საკუთარ აზრებში. იცით, სიტყვიერად ამის ახსნა ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ეს უბრალოდ უნდა შეიგრძნოთ და 100%-ით დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას აუცილებლად შეიგრძნოთ ამ რადიკალურ ცვლილებებს, იმიტომ რომ ნულოვანი არკანი და ქურუმი ქალი. სრული ტრანსფორმაცია თქვენი ინტუიციისა, თქვენი კავშირისა სამყაროსთან, თქვენი მსოფლმხედველობისა, თქვენი სამყარო ისეული აღქმისა. განსაკუთრებით ეს ეხება, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებს, პრაქტიკოსებს, მაგებს, ჯადოქრებს. თქვენი მაგიური ცნობიერი არა უბრალოდ გაფართოვდება, არამედ მაგიური საფეხური სრულიად ახალ საფეხურზე გადადიხართ და განა ახალ საფეხურზე გადადიხართ, არამედ თითქოს ახტებით ორ საფეხურს წინ. და ახტებით როგორ? განა გამოტოვებთ რაღაც ინფორმაციას, ხო? რა თქმა უნდა, არა. არამედ უბრალოდ რაღაც რამდენიმე საფეხურს თითქოს მალე გადიხართ ერთიანად. აი რაღაც ასეთს ხედავ, ასეთ შევიგრძნობ ამ არკანებიდან გამომდინარე. ეს არის სრულიად ახალი ცნობიერი, სრულიად ახალი აზრები, სრულიად ახალი, ბევრად უფრო პოზიტიური სხვათა შორის აზროვნების უნარი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავში მეტი მოტივაციის პოვნა და ნებისმიერ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ჩემი კოლეგა ხართ თუ არ ხართ, აქ არის თქვენი მაგიური ცნობიერის გაფართოვება. რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგების შემთხვევაში ეს არის დიდი ნახტომი წინ, ხოლო ადამიანებში, რომლებისთვისაც ეს სფერო დიდად აქტუალური არ არის, რა თქმა უნდა, თქვენთვის ეს არის უბრალოდ მსოფლმხედველობის გაფართოება, ცოტა სხვა მიმართულებით განვითარება, ხო? არა უარესი, არა უფრო ნაკლები, რა თქმა უნდა, უბრალოდ უფრო სხვანაირი, განსხვავებული. ამიტომაც ზუსტად ეს შეიცვლება თქვენს რეალობაში წლის ბოლომდე. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან სასწაული ენერგიები არის და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩია მეორე ვარიანტი და აქ ამოვიდა ჩვენთან არკანი ხმლების მეთქი პენტაკლების ხუთიანი. მეგობრებო, აქ მე ვხედავ გარკვეულ ფინანსურ პატარა
კრიზისულ ენერგიებს, მაგრამ უფრო მეტად შეგრძნება მაქვს, რომ ამ კრიზისულ ენერგიებში თქვენ ახლა ხართ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა შეიცვლება მეორე ვარიანტის რეალობაში 2025 წლის ბოლომდე. რა შეიცვლება? პენტაკლების 3-იანი და თასების 10-იანი. კი ბატონო, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აქ ეს ფინანსური პატარა კრიზისი ან გარკვეული ფინანსური უსიამოვნო სიტუაცია თუ რაღაც იყო ახლო წარსულში თქვენს რეალობაში. შესაძლოა ზოგი თქვენგანის შემთხვევაში ახლაც იყოს გარკვეული თუნდაც პატარა ფინანსური ენერგიის კრიზისული მდგომარეობა და რა შეიცვლება? შეიცვლება ის, რომ რა თქმა უნდა თქვენ გამოდიხართ ამ ენერგიებიდან, თქვენ შედიხართ უფრო მეტი კომუნიკაციების ენერგიებში, თითქოს თქვენ აქ წლის ბოლომდე შეცვლით არა მხოლოდ თქვენს ფინანსურ ენერგიას უკეთესობისკენ, არამედ შეცვლით თქვენი კომუნიკაციის უნარს, იმიტომ რომ პენტაკლების 3-იანი ეს არის ყოველთვის გასაუბრება, კონტრაქტები, ადამიანებთან მოლაპარაკება, ადამიანებთან საუბრები, სადღაც კომპრომისებზე წასვლა შეიძლება იყოს. უფრო კომუნიკაციის არკანები არის და თუ თქვენთვის ეს აქტუალურია და გაქვთ რაღაც ისეთი სამსახურის სადაც ხართ დამოკიდებული კლიენტებზე, კომუნიკაციებზე, დამიჯერეთ ახლო მომავალში უფრო მეტი ფინანსური ენერგია წამოვა, უფრო მეტი კლიენტურა, უფრო მეტი აუდიტორია, რა თქმა უნდა, ვისთვისაც ეს აქტუალური არის. თუ თქვენ არ მუშაობთ და გინდათ სამსახურის პოვნა, აქ მოდის რაღაც ახალი შესაძლებლობები, უფრო თითქოს ადამიანებისგან მოდის გარკვეული რჩევები, რომ მაგალითად იქ-აქ არის ვაკანსია, ან იქ-აქ ხომ არ გინდა მოგაწყო. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ გამოდიხართ გარკვეული კრიზისული ენერგიებიდან, არ აქვს მნიშვნელობა ეს კრიზისული ენერგია უფრო მეტად გამოიხატება მატერიალური ასპექტით თუ შინაგანი ასპექტით, უკვე გზაში ხართ ამ კრიზისისგან და გადადიხართ თასების 10-яნის ენერგიებში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა შეიცვლება მეორე ვარიანტის რეალობაში წლის ბოლომდე. არკანი კვერთხების 2-იანი და არკანი პენტაკლების 7-იანი. მეგობრებო, აქ თქვენ რაღაც გარკვეული არჩევნის წინაშე შეიძლება მოგიწიოთ დადგომა. იცით, ამ არკანებიდან გამომდინარე ვხედავ უფრო ისეთ ენერგიას, რომ რაღაც ძლავრი და რადიკალური ცვლილებები მაინც და მაინც შეიძლება აქ არ იყოს. უფრო ისეთი ცვლილებები იქნება, რაც კი ბატონო გაგახარებთ ნამდვილად, მაგრამ შეიძლება ისეთი ძლავრი არ იყოს, როგორცაც შეიძლება თქვენ ელოდებით. მაგრამ ცვლილებები არის რაში? პირველ რიგში, აქაც მეორე ვარიანტის შემთხვევაში იცვლება აზროვნების სტილი, უფრო განახლებული მოდის, უფრო პოზიტიური მოდის, პლუს ამასთან ერთად მოდის მეტი კომუნიკაციები, მეტი კავშირები, რომ შევამჯამოთ გარკვეული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა, განსაკუთრებით ეს ეხება ფინანსურ თუ ჯანმრთელობის კრიზისებს და ნახეთ, კვერთხების 2-იანი და თასების 7-იანი მეტყოლებენ, პენტაკლების 7-იანი უკაცრავად, მეტყოლებენ იმის შესახებ, რომ აქ თქვენ მოგიწევთ მეტი დაკვირვება, მეტად დაკვირვებული ადამიანი გახდებით დეტალებზე, იმიტომ რომ მოგიწევთ უფრო მეტად დეტალებს მიეყრდნოთ რაღაც გარკვეულ ასპექტებში. კიდევ ერთი არკანით მინდა რომ შევაჯამო, რა შეიცვლება თქვენს რეალობაში წლის ბოლომდე. და ხმლების პაჟი ამოვიდა. აქ შეიძლება იყოს გარკვეული გამაღიზიანებელი ენერგიები, კონკრეტული ადამიანის სახით ან კონკრეტული სიტუაციების სახით, რომლებიც მათ შეიძლება ცადონ თქვენი წყობილებიდან გამოყვანა, მაგრამ ნახეთ, თქვენთვის მეორე ვარიანტი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მკვეთრად დაიცვათ თქვენი პირადი სივრცე და დააკვირდეთ დეტალებს. დეტალებს დააკვირდეთ რა კუთხით. აყვებით манипуляციებს და დაუჯერებთ ადამიანების სიტყვებს, დაუჯერეთ ქმედებებს. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით. უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.